ელექტრონული წიგნების სახლის საბა ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაციის შექმნას იწყებს. პროექტის ფარგლებში უსინათლო ადამიანები საჩუქრად მიიღებენ ასობით ხმოვან წიგნს. აღსანიშნავია, რომ სერვისით სარგებლობას უსინათლოებით ამოუკიდებლად სხვების დახმარების გარეშე შეძლებენ. ახალი პროექტის წარდგინება მარო მაყაშვილის სახელობის ბაღში გაიმართა. ღონისძიებას უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები, პოეტები, მწერლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ხმოვან გამოცემებს ექნებათ სარჩევი, ასევე შესაძლებელი იქნება დაპაუზება, ჩანიშვნვა და კითხვის ტემპის რეგულირება. Გასთავარია, საჩუქრად იქნება ეს წიგნები განკუთვნილი უსინათლო ადამიანებისათვის, რომლებიც შეძლებენ სხვისგან დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე, მათზე ადაპტირებული აი ამ აპლიკაციის საშუალებით მოისმინონ ქართული ლიტერატურა, უცხოური ლიტერატურა და გაყვნენ ლიტერატურულ პროცესებს. შეზღუდული მხედველობის მქონე პირთათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმიტომ რომ სრული ადაპტაცია იქნება იმ აპლიკაციისა, რომელსაც ჩვენ ვქმნით და რომელშიც ადამიანს მკითხველს მსმენელს, უკვე ლიტერატურის მსმენელს შეიძლება მოусმინოს ლიტერატურას, მსოფლიო ლიტერატურას. 200-ზე მეტი ლიტერატურული ტექსტი იქნება პროექტის დასასრულს შესაძლებელი, რომ 200-ზე მეტი ლიტერატურული ტექსტი მოусმინოთ.